მოგესალმებით ნაზის საბჭოზე გადაცემა საჩინოდან. დღეს კვლავ ჩემთან სტუმრად ბრძანდება ჩემი ძვირფასი მეგობარი, არაჩვეულებრივი ბატონი, ღვაწლოსტილი ნამდვილად საჩინო გელა ქოქიაშვილი. თქვენი სახელით მე მას დიდი სიყვარულით და პატივისცემით მივესალმები და გვიამბებს ბატონი გელა დიმიტრი არაყიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მოგესალმებით ბატონო გელა და ძალიან დიდი ხანია ვერ შევხვდით ერთმანეთს და დღეს მაგ დიდი ბედნიერი დღე რომ თქვენ კვლავ ჩემი სტუმარი ბრძანდებით და გავიხსენებთ დიდ მამულიშვილს დიმიტრი არაყიშვილს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მართლაც საუბარი გვექნება ქართული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ მართლაც ბრწყინვალე წარმომადგენელზე, ქართული კლასიკური მუსიკის დამფუძნებელზე შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველთაგანი იყო იმ ცნობილი, რა ქვია, კომპოზიტორების შორის, ვინც ვიცით როგორც ეგ არის ეს პერიოდი, ესე იგი მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდი და მე-20 საუკუნის დასაწყისში აი ერთბაშად მოზღვავდა კომპოზიტორების, ესე იგი ბრწყინვალე კომპოზიტორების შემოქმედების ასპარეზზე. აღარ ვლაპარაკობ ახლა იქ ფალიაშვილზე, ელიტონ ბალანჩივაძეზე, ნიკო სულხანიშვილზე, ია კარგარეთელზე და სხვებზე და ვიქტორ დოლიძეზე. ეს პერიოდი, რასაკვირველია, ისეთი პერიოდი იყო, როდესაც საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი ქართული და ყველანაირი ქართული ინტერესი, ეროვნული ინტერესი ამ შემთხვევაში მართლაც დაკნინებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ. და მართლაც დიდი გაბედულება უნდოდა, რომ ამ დროს ხმამაღლა გამოსულიყავი და გეთქვა შენი სიტყვა ქართული ხალხის, ქართული ინტერესების დასაცავად, ქართული მუსიკის დასაცავად. თვითონ დიმიტრი არაყიშვილი აღწერს ასეთ ისტორიას იხსენებს, რომ პაპამისი თედო საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში გადავიდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებინა და ბოლოს ჩავიდა არმავირში და იქ მოღვაწეობდა. და მან მოღვაწეობა დაიწყო არმავირში, ესე იგი არყის გამოხდა დაიწყო. არყის გამოხდა დაიწყო და სხვადასხვა გაითქვა სახელი, რომ მიარყე ცნობილი იყო პაპამისი და აქედან წარმოჩინდა მათი გვარიც, რასაკვირველია, არაყიშვილების გვარი აქედან წარმოჩინდა. როდესაც თედო გარდაიცვალა, მისი ვაჟი ეგნატე გადმოვიდა საცხოვრებლად, რა ქვია, ვლადიკავკაზში. და აი ვლადიკავკაზში დაიბადა დიმიტრი არაყიშვილი 1873 წელს. და ეს ოჯახი, ქართული ოჯახი, რასაკვირველია, მისი დედამისი შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი ამა, რომელიც ქართულს უნერგავდა, იმიტომ მაინც სამშობლოდან მოწყვეტილები იყვნენ, ახლა ჩრდილო კავკასიაში იყვნენ და სამშობლოდან მაინც მოწყვეტილები იყვნენ და ცდილობდნენ, რომ ნოსტალგია ქონდათ, ქართული ნოსტალგია, ქართული ქვეყნის საქართველოს მიმართ და ცდილობდნენ, რომ თავიანთი შვილები ქართულ ყაიდაზე, ქართულ ტრადიციებზე აღეზარდათ. და აი დიმიტრი არაყიშვილი თავის 4 რა ქვია დამზმოსთან ერთად ორი ძმა და ორი და ჰყავდა და იჯდებოდა შესანიშნავ ოჯახში, სადაც რასაკვირველია
და ქართულს აპრებს უამოვდა. იხსენებს რომ განსაკუთრებით ამირანზე იჯაკურ ამირანზე ვიყავდა ხოლმე და თან საინტერესო და ჩვენ დიდი ყურადღებით უსვენით ამას და მამა როდესაც მოვიდოდა უკვე რაკია თავის სამსახურ და საღამოსო ხასიათზე თუ იყო ქართულ სიმღერას დაძახებდა ხოლმე. აი ამან განაპირობა მისი რაკია განვითარებაც აღმოაჩნდა შესანიშნავი სმენა და მუსიკალური რაკია შესანიშნავი და შესანიშნავი ხმაც სხვათა შორის და 10 წლის უკვე ის საეკლესიო რაკია გუნდში იწყებს გავლობას. რაღაცა მოუხდება სულ. 10 წლის ბავშვი უკვე ბავშვი 10 წლის ბავშვია ხო? და მასზე როგორც მომავალ კომპოზიტორზე უდიდესი გავლენა მოახდინა ლადო აღნიაშვილის მიერ ჩამოყალიბებულმა პირველმა რაკია ქართულმა ხალხურმა ანსამბლმა რომელსაც კონცერტი გამართა ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ არმავირში და მას დაესწრო ჩრდილო კავკასიაში მაცხოვრებელი უამრავი ქართველი, სხვადასხვა ბევრი ქართველები იყო ჩრდილო კავკასიაში და დაესწრო და მათ შორის დაესწრო დიმიტრის აღნიშნული ჯერ კიდევ ბავშვი ახალგაზრდა იყო სულ და აი იქიდან ესე იგი წამოვიდა მის პიროვნებაში ესე იგი დაიბადა სურვილი რომ მთელი თავისი ცხოვრება მიეძნოს ბოლოში ქართული ხელოვნებისთვის და ქართული მუსიკისთვის და ასეც რომ გამოუცავ პირდაპირ ესე იგი სახტად დარჩიო რომ ესე იგი სცენაზე იდგენო ქართველებიო ქართულ დასასრულში ქულაჯებში გამოწყობილი და ქართულ ინსტრუმენტებზე ასრულებდნენ ქართულ სიმღერას და უამრავი და თვითონ ამ აღნიაშვილის ანსამბლს 130-მდე ქართული ხალხური სიმღერა ჰქონდა დამუშავებული. რომელსაც ხელმძღვანელობდა იოსებ ბრატელი, ჩეხი იოსებ ბრატელი იყო, თვითონ იოსებ ბრატელი იყო მუსიკალურად განათლებული და დამთავრებული მოსკოვში ჰქონდა მიღებული განათლება. ის ჩამოვიდა გასროლებზე მომღერალი იყო თვითონ იოსებ ბრატელი, მოეწონა საქართველოში საკაჟო დარჩა და მერე ლადო აღნიაშვილმა ის ფაქტიურად დაიქირავა რომ დაიქირავა და შექმნა საქართველოს ყველა კუთხიდან მოძებნეს ცნობილი მომღერლები, ვისაც რა ქვია შეეძლო სიმღერა და შექმნეს წინვალე პირველი რაკია ქართული ხალხური ანსამბლი თავისი შესანიშნავი ქართული საკრავებით და შესანიშნავი პროგრამით. აი ამან განაპირობა თვითონ აღნიშნავს დიმიტრი არაყიშვილი რომ ამან განაპირობა ჩემი რაკია დამოკიდებულება მუსიკის მიმართ. და 1990 წელში ის ჩადის კრასნოდარში იყო ასეთი მუსიკალური ჯგუფი და იყო რაკია ორკესტრიც იყო და გუნდის არსებობდა აი გუნდში იწყებს რაკია სიმღერას მაგრამ ის ფიქრობდა რომ ესე იგი განათლებაში კლასიკური განათლება მიიღო მას მუსიკალური განათლება და ჩადის მოსკოვში და ეწყობა მოსკოვში ესე იგი ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ სასწავლებელში თეორიულ და ესე იგი საკომპოზიციო მიმართულებით და იმდენად რაკია გამოიჩინა თავი და აჩვენა რაკია ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობას რომ იგი მიავლინეს სანქტ-პეტერბურგში და ცნობილ კომპოზიტორთან რიჩი-კორსაკოვთან. რიჩი-კორსაკოვის და იქ გაიარა თეორიული საკითხები, გაიარა საკომპოზიციო საკითხები და უკვე განსწავლული 1990
პირველ წელს ამთავრებს შესაძლებელი ამ სკოლას და ამავე დროს იწყებს რა ქვია წერას სტატიებს აქვეყნებს მუსიკის შესახებ. და დაინტერესებული იყო განსაკუთრებით ქართული ხალხური შემოქმედებით. 1901 წელს ჩამოდის ის პირველად ჩამოდის საქართველოში. პირველად ჩამოდის. ამის შემდეგ 5 ჯერ იყო საქართველოში. შემოიარა მთელი საქართველოს მთელი კუთხეები, ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერები და მან გამოსცა შემდეგ კრებულების სამი კრებული გამოსცა, ესე იგი სიმღერისა და ტექსტის ურთიერთობის შესახებ. ეს სხვადასხვის მაინდა-მაინც ტექსტს ეხლა ზოგიერთი კომპოზიტორიც და თვითონ მომღერლების მაინდა-მაინც ტექსტს არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ ამან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ტექსტს, ესე იგი რომ ტექსტი იყო ამავე დროს როგორც მუსიკა, იყო მელოდია, იყო საჭირო და აუცილებელი, ასევე ტექსტი იყო საოცრებელი. ჩვენ ეხლა გავუშვათ დიმიტრი არაყიშვილის 150 წლისთანის იუბილეო იყო, აი ეს მასალები უნდა გავუშვათ დღეს ვარბი და შემდგომ გავაგრძელოთ. კი ბატონო. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორისა და საქართველოში მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის დიმიტრი არაყიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. დღეიდან ამ სივრცეში დამთვალიერებლებს სანოტო გამოცემების, გრამფირფიტების, კომპოზიტორის სამეცნიერო კვლევებისა და მის შესახებ გამოცემული წიგნების ნახვა შეეძლებათ. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ეთნოგრაფის, ეთნომუსიკოსის დიმიტრი არაყიშვილის 150 წლის თავთან მიძღვნილი გამოფენა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობდა ბუნებრივია იმ მასალების წარდგენა საზოგადოების წინაშე, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში. იქნება ეს ნოტები, პლაკატები, საგაზეთო პუბლიკაციები, წიგნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მთავარი გზავნილი არის ცხადია ის, რომ ჩვენ გვახსოვდეს ჩვენი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. დიმიტრი არაყიშვილის შესახებ თავმოყრილია არაერთი უნიკალური ექსპონატი. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებიც გაჟღერდა და შეკრებილმა სტუმრებმა დიმიტრი არაყიშვილის მიერ ჩაწერილი ფოლკლორის ნიმუშები მოისმინეს. საერთოდ დიდი მსჯელობა არის ხოლმე დიმიტრი არაყიშვილი უფრო დიდი კომპოზიტორი იყო თუ უფრო დიდი ეთნოგრაფია ამ შემთხვევაში. ორივე მიმართულებით რა თქმა უნდა ძალიან დიდია დამსახურება მისი, თუმცა მე ამ შემთხვევაში ფოლკლორის დარბაზში ვარ და ესე ვიტყვი რომ ის შემოქმედება რომელიც მან დაგვიტოვა ის ასე ვთქვათ ის საგანძური რომელიც დაგვიტოვა მან ამ თავისი ჩანაწერების მიხედვით ჯერ კიდევ ელის ასე ვთქვათ გამოვლენას და გაცოცხლებას სამწუხაროდ დიმიტრი არაყიშვილის ჩანაწერები თვითონ აუდიო ჩანაწერები ფაქტიურად თითქმის არ არსებობს, მაგრამ მისი ნოტებიდან ხდება დღეს უკვე მივიწყებული სიმღერების აღდგენა, რომელიც საისტორიო დღევანდელ დღესაც შესრულდა ესეთი სიმღერები. დიმიტრი არაყიშვილმა ქართული მუსიკის თითქმის ყველა ჟანრში საკუთარი ხელწერა შექმნა. ქართველი კომპოზიტორი ეროვნული პროფესიული მუსიკალური სკოლის ფუძემდებლად არის აღიარებული. დარბაზიც, რომელშიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოფინა დიმიტრი არაყიშვილის ნამუშევრები, გახლავთ ფოლკლორის დარბაზი, რომელიც ფონდ ქართული გალობის მიერ იქნა აღდგენილი და მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თუ იყო ორი მიმართულებით მნიშვნელოვანი, როგორც ფოლკლორისტიკის, ისე კლასიკური მუსიკის, ჩვენ ორივე მიმართულებით რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. მისი შრომები, რომელიც ფაქტობრივად გამოცემული არის დაახლოებით 120 წლის წინ, უკვე მთელი მსოფლიო იხილავს მათ ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში. 1901-1908 წლებში დიმიტრი არაყიშვილმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 4 სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო და 500-ზე მეტი ხალხური ნიმუში შეკრიბა. საქართველოში მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან უკვე გამოცემული იყო ხალხური სიმღერისა და საგალობლების პირველი კრებულები, მაგრამ დიმიტრი არაყიშვილმა ქართული საკომპოზიტორო სკოლის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
გავიხსენეთ კომპოზიტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ის გახდა საზოგადო მოღვაწე და მან დაასწრო უდიდესი ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებას, სწორედ ფოლკლორისტიკისა და ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების თვალსაზრისით. იმიტომ რომ ეს გახდათ მე-19-20 საუკუნის მიჯნა, როდესაც დიმიტრი ერაყიშვილმა დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა და ეს პერიოდი სწორედ ემთხვევა ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის განვითარებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აი ამ ახალ გამოცემებს იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ, ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ დიმიტრი ერაყიშვილის შემოქმედება, როგორც მუსიკალური, ასევე სამეცნიერო შრომები, რომელსაც დღემდე ეყრდნობა ქართული ეთნომუსიკოლოგია. საგამოფენო სივრცეში დიმიტრი არაყიშვილის შესახებ თავმოყრილი ექსპონატები, ნოტები, ჟურნალ-გაზეთები და სტატიები დამთვალიერებლებს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზში ელოდება. დიახ. ზანით და გამოსცა სამი კრებული. და ესე იგი ტექსტისა და მელოდიის ურთიერთობის შესახებ. იმხელა მასალა იყო ეს სამი კრებულის სახით, რომ ფოლკლორისტებისთვის ეს იყო არ ვიცი აღმოჩენა. იგი თავისი მნიშვნელობით დღესაც არ გამგავს თავის მნიშვნელობით, დღესაც კი იმდანაც საინტერესო იყო. და ამის სტატიებს წერს, რა ქვია, მუსიკის შესახებ. გამოდის 1906 წელში მოსკოვში იქნება, რა ქვია, სახალხო კონსერვატორია. სახალხო კონსერვატორია. და რომის შემადგენლობაში თვითონ იყო და თვითონაც კითხულობდა ლექციებს, უკვე ლექციებს კითხულობდა. და გამოდის სტატიებით სხვადასხვა ცნობილი რუს კომპოზიტორების შესახებ, მათი შემოქმედების შესახებ და სხვადასხვა აკრიტიკებს კიდევაც. კი. ეს გაბედულად ესე იგი რა მიმართულებით ეს კომპოზიტორი რა მიმართულებით პროფესიონალურად აკრიტიკებს და აკრიტიკებს სამართლიანია. არა აკრიტიკებს, მაგრამ იქ მოყავს თავისი მოსაზრებები რატომ და რისთვის. და ამ დროს იწყებს უკვე თავის ნაწარმოებების შექმნას. და შექმნა ესე იგი უნიკალური ნაწარმოებები, ვოკალური, კამერული ნაწარმოებები. აი მაგ ვოკალურ, კამერულ ნაწარმოებებზე აღიზარდა მთელი თაობა და მათ შორის თქვენი მონამორჩილი, რომლის რომანსი ყოველ კონცერტზე რასაკვირველია სრულდებოდა მეშენგერის. მაშინ მოდით თქვენ ახლა გავუშვათ თქვენი შესრულებული და გავაცნოთ ჩვენ ზურბას მაყურებელს მეშენგელი. და იციან ძალიან კარგად, მაგრამ მინდა თქვენეული შესრულება რომ გავაშეროთ. კი ბატონო. და შემდგომ უკვე გავაგრძელებთ საუბარს.
დიახ, ბრძანეთ. აი, რას წერს დიახ, ცნობილი აღიარებს საქართველოს დამჯერებული მომღერალი დავით გამრაკელი. დიახ. ყოველ მომღერალს ჰყავს მისთვის განსაკუთრებით ახლობელი და საყვარელი კომპოზიტორი. ვის მუსიკაშიც იგი მთელ თავის არსებას აღსვავს. ჩემთვის ასეთია დიმიტრი არაყიშვილი, რომლის რომანსებს დღემდე მღერი. აი, ეხლა რომ დაასრულებთ, მოვისმინოთ აბდულ არაბის არია. მისი აბდულ არაბი კი მთელი ჩემი ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად იქცა. მე მას ნამდვილ შედევრად ვთვლი, წერდა დავით გამრაკელი. მაშ ასე, გავუშვათ ეს ვიდეო. თუ გავუშვათ დიახ, შემდეგ გავაგზავნოთ. და 1000 დოის ხონის ესე იგი გარდაუპერის, რომელიც შემდეგ 1913 წელს დაიდგა თბილისში. 13 წელს, 1913 წელს. დიახ. იგი ჩამოდის თბილისში და ატარებს საავტორო კონცერტს. და თვითონ დირიჟორობს. სადაც შესრულებული იყო ფრაგმენტები უკვე არსებული ვთქვათ ოპერიდან მოლება შოთა რუსთაველზე და კამერული ნაწარმოებები რასაკვირველია. არის სიმფონიები, მან შექმნა შესანიშნავი სიმფონია და ასეთი ჰიმნი ორმოს ასეთი რაღაცა შექმნა, შესანიშნავი ნაწარმოებები რასაკვირველია. საკულტო ნაწარმოებები, სიმფონიური ნაწარმოებები. ნუ ვოკალურ ნაწარმოებებზე აღარა ლაპარაკი. მის ვოკალურ ნაწარმოებებზე აღიზარდა არაერთი თაობა. და ახლაც აი ამჟამადაც ეხლა მისი ნაწარმოებები არის ესე იგი გზამკვლევი დამწყები მომღერლებისთვის კონსერვატორიის განსაკუთრებით კონსერვატორიაში. და 1918 წელს უკვე საქართველოში დამოუკიდებლობა იყო გამოცხადებული. და დამოუკიდებლობის შემდეგ იგი ჩამოდის თბილისში საცხოვრებლად, გადმოდის მთლიანად საცხოვრებლად და პედაგოგობას იწყებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არსებობდა. ახალი დაარსებული იყო კონსერვატორიაც. 1919 წელს იდგება მისი ბრწყინვალე, რა ქვია, ოპერა თულება შოთა რუსთაველზე. რომელზეც ჩვენ უკვე გავუშვათ ეს მასალა.
შემდგომ როდის დაწერა ვარსკვლავიანთა ღამე აი ამ პერიოდში ის წერს ვარსკვლავიანთა ღამე, შემოღამდება, მეშენგელი, ზიაღამწყინავს, ქვეყანას ძინავს და ასე შემდეგ. და უამრავი 30-მდე რომანსი, კლასიკური რომანსი, რომელიც არის უბწყინვალესი, მე ვიტყვი რომ მართლაც შედევრია. აი გავიმეორებ დავით გამრეკელის სიტყვებს, რომ ისინი მართლაც შედევრები არის გასაგებია და რომელიც თავის ღირსებას არ გარგავს არც დღეს. ამის შემდეგ 24 წელში ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია. უკვე 30 წლამდე რექტორია თან ამავე დროს ასწავლებს თეორიულ საგნებს, საკომპოზიციო მიმართულებით. 32 წელს ის არის აირჩიეს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. მისმა კვლევებმა, რომელიც აი უკვე ჩვენ ვილაპარაკეთ ფოლკლორისტებისთან დაკავშირებით სიმღერისა და ტექსტის ურთიერთობიდან გამომდინარე, იმდენად საინტერესო იყო ეს კვლევები, მაგრამ ისეთ კვლევები, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ აკადემიკოსად აირჩია. კი, თორემ აკადემიკოსი იყო და ამის შემდეგ ესე იგი ეს პედაგოგობდა, ხელმძღვანელობდა საკომპოზიტორო კლასს, ხელმძღვანელობდა იყო პროფესორი, კონსერვატორიის პროფესორი და აი ეს ნაწარმოებები ამ პერიოდში იქნება სხვადასხვა მისი ეს შესანიშნავი ნაწარმოებები. ზოგი ადრეულია, აი რომანსები მაგალითად ზიაღამწყინავს, ქვეყანას ძინავს, ესეთი ცოტა უფრო ადრეული პერიოდისა, მაგრამ შემდგომ პერიოდში ის ხმის უკვე მართლაც წყინვალე ნაწარმოებებს. ამას აგრძელებს და 53 წლამდე ვიდრე გარდაიცვალებოდა ის იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და კათედრის გამგე. საკომპოზიციო სპეციალობით და უდაოდ გამოზარდა უამრავი შესანიშნავი ხელოვანი, შესანიშნავი კომპოზიტორი. ვინ იყო მაგის მოსწავლეები, ხომ არ არის ეს? მე თვითონ მაინც არ მახსოვს, მაგრამ დავით თორაძე მე მგონი მაგის მოსწავლე იყო თვითონ. დავით თორაძე რაღაც პერიოდში რაღაცა ესე იგი აღნიშნავდა მაგასაც და მადლიერებით მოეცემიერდა სხვადასხვა მაგას და იქ კი არა მოვსდა ის რა ქვია რომ ჩემი პედაგოგი იყო მადლიერებით რო იცენებს ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცა ურთიერთობა ჰქონდათ ხო მასა და თვითონ დიმიტრი არაყიშვილი მე გამოირჩეოდა სხვადასხვა შესანიშნავი ურთიერთობით. არასოდეს ესე იგი არავის არ აწყენებდა, გულს არ წენდა. გინდა ესე იგი უარყოფითი ის ყოფილიყო, რა ქვია, შესაძლებელია. ხო. არასოდეს უარყოფითად არ ისე ლამაზად გაალამაზებდა და გამოალამაზებდა, რომ და სულ მოსწონდა და გამოდის რომ მისაკეთებდა ოქროშვალეს. ოქროშვალეს და სულ ყველა იყო მაგის მადლიერი. ეს დიდი ხელოვნებაა. ყველა იყო მაგის უმადური არავინ არ ყოფილა absoliutურად რა. ვინტომ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეც იყო. ახლა მაგის შეფასებას ახლა რასაკვირველი ყველა დაეკუთვნებოდა, იმიტომ რომ დიდი გამოცდილების დიდი პროფესიონალი იყო, რასაკვირველია. მაგრამ ეს თვისება როგორც ასეთი კეთილშობილების გამოხატულება იყო მისი და რასაკვირველია მას უბრალოდ პიროვნებას ალამაზებდა ყოველთვის. ეხლა ჩვენ გავუშვათ ვარსკვლავიანთა ღამე. Give
ღამეს ძალიან საინტერესო რომანსია და მე ძალიან მომწონს მე მასალია მაგას არ ვღერი მაგრამ რო ვისმენ აი გაუცებული ვარ ისეთი სვლებია იქ ვოკალური და რომანსის სტილია გარაჩვეულებრივი ხელწერა აქ ამ ადამიანს და ახლა თქვენ ბრძანეთ რომ ყველაზე მეტი როგორ ჩანს მას აქვს რომანსები მე ასე ვთვლი რომ 30 რომანსია და უმაღლესი დონე ხო აი ამ კლასიკური რომანსების უწყენორესი ნიმუშია ბევრ კომპოზიტორს არა აი მაგალითად ვალიაშვილი წავიღოთ ახლა ლედია ვალიაშვილი ლაპარაკი მაგრამ მას ოპერები ისო სხვა მიმართულებითა ოპერისკენ მიმართული იყო მის მასაც არის სასაკვირველი რომანსი რომელიც თქვენი მონამორჩილი კონცერტზე ასრულებდა მიყვარდა ასეთი რომანსი არსებობს და კავე ვალიაშვილის და კომპოზიტორებს და მაინც აი მელიტონ ბალანჩიოდეს აქვს საინტერესო ბევრი არა აქვს მაგრამ მელიტონ ბალანჩიოძესაც აქვს ძალიან საინტერესო რომანსები აქვს ეს თაობა აი ეს პირველი თაობა კომპოზიტორთა პირველი თაობა იყო არის ოქროს თაობა ფართოდ ოქროს თაობა და შექმნეს რაღაც უნიკალური რა ქვია საკომპოზიტორო ნაწარმოებები უნიკალური ახალ ზაქარე პალიაშვილზე აღარ ვაპარაკობ და მელიტონ ბალანჩიოძე და რა ვიცი ყველა აი ნიკო სულხანიშვილის ესე იგი საკონდო ნაწარმოებები არის არ ვიცი უნიკალური ნაწარმოებები ჩვენ მომავალში ალბათ ნიკო სულხანიშვილზეც გვექნება გადაცემას გავაკეთებთ მაგრამ იმიტომ მაინც რა ქვია ძალიან დიდი შემოქმედი იყო და მას ნიკო სულხანიშვილი და ქართულ ვაგნერს უწოდებდნენ ქართული ვაგნერი მაგრამ ძალიან ცუდად თავიდან მისი საქმე ძალიან რა ქვია უყურადღებოდ დაასრულა თავისი სიცოცხლე ძალიან ერთიც მოხსებაზე შემდგომში ავტორშვილების და რა შეეხება დიმიტრი არაყიშვილს ის 1953 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში და დაგეძლეს დედობის საზოგადოებრივ მოღვაწეთა და დღესაც გრძელდება თან მოგახსენეთ მე მისი ნაწარმოებები ცოცხლობს მისი ნაწარმოებები არასოდეს არ მოგვდება იმიტომ რომ ეს არის უნიკალური ნაწარმოებები თუ გვინდა რომ ვოკალისტი გაიზარდოს ესე იგი სასიმღერო თვისებები შეიძინოს სასიმღერო თვისებები აუცილებლად ამ მის ნაწარმოებებს უნდა ძები აქციოს დიდი ყურადღება მე ახლა მინდა რომ გავუშვათ სურათების კოლაჟი ბატონი დიმიტრი არაყიშვილის გთხოვთ გავუშვათ გავაგრძელოთ დიმიტრი არაყიშვილის მე ძალიან დაინტერესებული ვიყავი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები
ვეძებთ მასალებს ვეძებთ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ გამიჭირდა ვერ მოვიძიე ვერაფერი არც თვითონ არასახელებდა ეხლა ვინ იყო მისი მეუღლე შვილები რავი დარჩა არ დარჩა ეს წყაროები არ არის არც თვითონ არ იმაშებოდა რა ქვია ამას ასადის რაც მასალები რაც მოვიძიე მე და ის მისი ჩანაწერები და მისი მასალები არსად არ არის ეს რა ქვია ესენი აღნიშნული ძალიან რაღაცა ის რა ქვია იმას მივიღე რომ რაღაცა ნაკლი რაღაც ნაკლოვანებად ჩავთვალე ჩემთვის პირადად მაგრამ მე მასალებს უნდა მოდდა მასალებს უნდა მოდდა მასალებმა არ მომცა ამის საშუალება რომ რაღაცა გამეშუქებია და რაღაცა პრინციპში რომ შეიტანეთ ძალიან მწირი ინფორმაცია ხო არ არის და მეცა თქვენი აზრით რატო გააკეთა ხო არ იცით არ ვიცი მაგას შეიძლება პირადული რაღაცა ქონდა რაღაც წერა ხო არ ქონდა არ ვიცი შეიძლება პირადული წერა ქონდა არის ის მიმართ მე არ ვიცი მეუღლე რუსი ყავდა რუსი მოდია ხო მეუღლე ყავდა რუსი და აი შეიძლება საქართველოს გამოსახლების ჩამოსვლის შემდეგ მე რაღაცა ეთქობა როგორც ჩანს რაღაცა მოხდა ხო მისი პირადული ამ ადამიანმა არ გააჟღერა და ჩავთვალოთ რომ მან ასე ჩათვალა მან და ასე ჩათვალა და არის სხვადასხვის ბევრი არის რომ თავის პირადული მას რა ქვია არ ამჟღავნებს და არა ხალხს საინტერესებს ეს ხო მით უმეტეს აი მაგალითად ცნობილი ადამიანები ცნობილი ადამიანი მე ვცდილობ საერთოდ ვცდილობ შეიძლება მე ხო ახლა 100-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევი მაქვს უკვე დიახ საქართველოს რესპუბლიკაში და ყოველთვის ვცდილობ აბსოლუტურად ყოველთვის ვცდილობ რომ ესე იგი თითოეული მათგანის პირადულ რა ქვია შევეხო პირადული რა ქვია ცხოვრების ამსახველი მასალები მოვიძიო რომ ესენი ყველაფერი ესე იგი ავნოს ხო მე სტატიებში და ცოტა შორის თითქმის ვირისის არის აქტიურად ყველასი მოძიებული მაქვს და ყველასი მაქვს ესე იგი შეტანილი ამ წიგნში შეტანილი მაქვს და ამ წიგნის გარდა კიდევ გამოქვეყნებული 56 ამ წიგნის შესაძლო 53 პუბლიცისტური ნარკვევი და ამის გარდა უკვე გამოქვეყნებული მაქვს მე 57 პუბლიცისტური ნარკვევი აქ არის ცნობილი პიროვნებები არა მარტო კომპოზიტორებია მოგრელები, კომპოზიტორები, აქ არის მხატვრები მაგალითად, სცენოგრაფები, ჩვენი საოპერო თეატრის სცენის მხატვრები და ცნობილი მხატვრები და ცნობილი ადამიანები. გამზია სხვათა შორის ეს თქვენი წიგნი, აი რომელიც ბატონმა გელამ გამოსცა თავისი სახსრებით და აქ მთელი ინტელიგენცია ხელოვანი ხალხისა ყველა აქ არის გაცემული. სამეთი პუბლიცისტური ნარკვევია და სხვადასხვა ამ წიგნში არის ყველა ქართველები არის, უცხო არც ერთი არ არის. უცხო ერთი არის მარტო ისიც შეყვანილი მაქვს, იმიტომ შალიაპინზე ვწერდი, იმიტომ რომ თბილისში რა ქვია გაიზარდა ფაქტიურად. თბილისში მიიღო მან რა ქვია ვოკალური განათლება და თბილისში ხსენიებდა ყოველთვის ესე იგი იმ ადგილს რაღაც ესე იგი მას ბიძგი მისცა შემდგომ დიდ ხელოვნებაში. ისიც იმიტომ შეუყვარეს სხვადასხვა. და გარდა ამისა, შალიაპინზე იყო რაღაცა გარკვეული ესე იგი მინიშნებები ერთი პერიოდი მე-20 საუკუნის დასაწყისში პრესაში გამოქვეყნდა რომ თვითონ შალიაპინი იყო ქართველი. რომ მისი დედა ვითომ შეიძლება ვიღაცა ქართველთან მივიდა შალიაპინი ესე იგი ვიღაცა რა ქვია მე ამ ქალმა ვითომ ვიღაცას ესე იგი თავის ეზოში თუ სახლთან თუ რაღაცა დატოვა ეს ბავშვი ვიღაც შალიაპინი გვარად შალიაპინმა და რომელიც ვითომ შემდეგ ისაღროჩდა მე ყაზანში აი ესეთი რაღაცა კი არის
იყო სხვადასხვა სამდო წყაროებია მე ეს არ არის მე წერ მაგას რომ ესეთი რაღაცები უფრო ჭორს უფრო გავდა ჭორს უფრო გავდა ვიდრე იმიტომ რომ მე წერ რომ ასეილება მათი რომ ესე იგი დიდი ადამიანების რა ქვია მიკუთუნება გინდა თუ არა ქართველი იყო ხო ბუნებრივია გეტახმები და ნუ რა არის ხო შეიძლება რაღაცა მართლობის არის მაგრამ ეს დარჩა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი სხვათაშორის რუსები არ დაინტერესებულან ასეთი დიდი რუსები მაგას იტყოდა რომ ქართველებია ხო თუ კი იქნებოდა ეს ნამდვილად ასე უნდა ეთქვათ მაშინ მე გონი რომ არის ასეთი მოსაზრება რომ ვითომ სტალინმა აღარ იმასხდა რა მისცა რომის შესაძლებელია სოთეს სტალინმა აღარ მისცა და მას გარნაშა და იყოს ის რუსია და რუსეთისა და რუსეთისა ნუ მაგრამ რაც თავარია საქართველოს ეხსენებდა ყოველთვის ესე იგი თავისი შემოქმედების წამყვანი როგორ ჩანს აქ უსატომა ის გამოიყვანა როგორც აი ერთადერთი პედაგოგი ყავდა შალიაბის უსატოვი თბილისში რომელმაც ესე იგი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ამეცადა ორი წელი თავის ოჯახში როგორც შვილის ეყავდა მიღებული და ასმევდა რა ვიცი და ყველა ასწავლიდა აიმეთო შეუყვარდა საქართველოს ყოველთვის იხსენებდა თბილისში იხსენებდა ყოველთვის ძალიან და იმუსატობს სხვადასხვა და ეს რომ უკვე წავიდა მთელ მსოფლიოში ცნობილი შალიაპინი უსატოვი მერე წავიდა ოდესაში და იქ გარდაიცვალა უსატოვი თბილისიდან ისე მოსკოვიდან იყო ჩამოსული უსატოვი და აქ თბილისში მოეწონა და აქ პედაგოგობდა აქ და დარჩა თბილისში ყველას მოსწონდა და ყველას უნდა თბილისისკენ ქართველებთან ურთიერთობა კი ჩვენ ხუთი წუთი დარჩა და გავაგზავნოთ მისი ცხოვრება ბატონი დიმიტრი არაყიშვილის შესახებ აი დიმიტრი არაყიშვილის საფუხარო ის არის რომ არ ვიცი ახლა მე რატომ არ ფიქრობს მაგალითად თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი რომ აღადგინოს ქართული ოპერაა და შიგნით არის სხვადასხვა ნომრები, აი როგორც აბდულარაბის არიედან იქ არის შესაძლებელი ურმულია კიდე რა ქვია. ურმული, რომელსაც უბრალოდ მე ვცხოვრობდი მაგას. სხვადასხვა თუ კონკურსები მოდი ფული პარტია თუ სამხერათიოლია და მსმენელისათვის რთულია. არ არის ფლაცინშეთიოლი არ არის დასიტურულად არის იქ არის არის მაღლებიც არის, დაბლებიც არის, ეს მოძრაობა, სასაგულებო მოძრაობა, მაგრამ საინტერესოა. მელოდიურია თვითონ, ძალიან მელოდიური და ქართული ხასიათი, ქართული ელემენტებია ჩადებული. ბუნებრივია. ქართული ელემენტები შედალოცებიშვილო. ესეთი ოპერა მრავალმხრივი. რა ვიცი, ხო, მაინც კი, გასაგებია ახლა, ვიდიან იტალიურ ოპერებში დგავენ და იმას გავენ და. კი, მეტი წელი. აბესალომ დეტერს დგავენ და დაისი და აბესალომ ესერი დაისი. კი ბატონო, წინვალი ახლა 200-ზე არ არის ახლა, ფალეშვილი არის. ჩეთო და კოდეს გავიკიდე, მაგრამ მე ცოტა ამეთანხმები ვნახე ორჯერ და გათანამედროვებულია და ცოტა მე ჩემი გემოვნება ხო აი არაყიშვილის მაგალითად თბულება შოთა რუსთაველზე მელიტონ ბალანჩივაძის თამარცხვიერი ოპერა თამარცხვიერი რატო არ უნდა დადგა საერთოდ უნდა აპარატ თვით მომღერლების გაიზრდებია ერთი და იმავე პარტიას მომღერია ხო რასაკვირველია და ეს ტრიალებს ესე დიდაიგივე ერთი რამ არის კიდევ რა ქვია დეფიციტი იმ გაგებით რომ
არ არის კრებულის სახით გამოსული მისი ვოკალური ნაწარმოებები. აი სტუდენტები ახლა ეძებენ აქედან იქიდან და ქსეროქსებითა და რაღაცებით იღებენ რომ ვერ ეს ნაწარმოები შეასრულონ. უნდა გამოიჩეს ეს კრებულის სახით, უნდა გამოიჩეს აუცილებლად, იმიტომ რომ გარდა სტუდენტებისა შეიძლება ნებისმიერმა პიროვნებამ შეიძლება აინტერესებს. მუსიკა ვისაც აინტერესებს და კლასიკური მუსიკა ვისაც აინტერესებს, ის აუცილებლად დაინტერესდება, რასაკვირველია, ალაყიშვილის ნაწარმოებებით. დიახ. ამაში გეთანხმებით, და ასე რომ დიმიტრი ალაყიშვილი სპიროვნება იყო და დარჩება საქართველოში როგორც ერთ-ერთი ვარშავის ქართული კლასიკური მუსიკის ცხინვალე წარმომადგენელი. ასეთ დარჩება. მისი სახელობის ქუჩა არის თბილისში. კი, როგორ ვაკეში. ხო, ვაკეში არის სახელობის ქუჩა. შეიძლება მისი სახელობის კონკურსებიც ჩატარდეს. მე თუ მკითხავთ, უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ მისი რომანსები და არეები არ არის ისე ადვილი შესასრულებელი და იქ გამოჩნდება ვოკალისტის ნამდვილი მონაცემები. უნდა იყოს და ეს პაექრობა კარგია, თუ მიიღებენ მონაწილეობას ბარიტონები, ასე შემდეგ ტენორები, ეს იქნება მე ვთვლი რომ აუცილებელიც არის ჩატარდეს ეს კონკურსები და არა, აუცილებელია მაგალითად მისი ნაწარმოებები მელიტონ ბალანჩივაძის ნაწარმოებები. ასეულია მას მელიტონ ბალანჩივაძის შესანიშნავი შემდგომასე ბევრი არა აქვს მართალია მელიტონ ბალანჩივაძის. რაოდენობრივად ალაყიშვილის კაცები იმედია. ნებისმიერ კომპოზიტორზე. ფალიაშვილი ოპერის მიმართულებით და შექმნა უნიკალური ოპერები. შორის მე შენგელის აგერთო ქალბატონების მღერია. მე მაგალითად ლიანა კალმახელიძის შესრულებით მაქვს მოსმენილი და ძალიან მიხარია რომ ახლა მე რადგანაც თვით ვარ რომანსების შემსრულებელი, ხო? მე წელი უფრო იქეთ მაქვს ყურადღება, მაგრამ ახლა მე არ ვასრულებ ასეთ მიმართულებით. კლასიკური რომანსებია, კლასიკური რომანსები. მაგრამ ცოტა პენსიონიდან თო ძალიან ცოტაა, რომ გადახედოთ საქართველოს კომპოზიტორებს, ყველა ძალიან ცოტა რომანსები გვაქვს. ძალიან თანამედროვე კომპოზიტორები მანდ-მანჩ ხო, აი უფრო საესტრადო ნაწარმოებებს კი, აი ბატონ ვაჟას სიმღერას ვღერი ვარ მე, რა კარგი ხარ, რა კარგი. და მან ეს დაწერა, როდესაც ის სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში. და მე იყო ასეთი კონცერტი მქონდა მე, სწორედ გავაკეთე არაჩვეულებრივი გადაცემა, ესეთი ღონისძიება იყო ჩემი და სწორედ იქ შევასრულე ეს რომანსი. იოსებ გრიშაშვილის ტექსტი არის, რა კარგი ხარ, რა კარგი. და არა, დიახ. რა კარგი ხარ, რა კარგი, შუშვალადამ შეპარე. როცა მოგდები, რაცა ძეგლს გადამეყარე. და როდესაც მოვიწვიე მან ასეთი რამ ბრძანა რომ მეო ეხლა წამოდგა და მე არ ვიციო ეხლა რა სიმღერებს ქაბატონი ნაზიო, მაგრამ მეო ესო რომანსიო დავწერეო, როდესაც სასწავლებელში სწავლობდიო, მესამე კურსეო, მეოთხე სამუსიკო სასწავლებელში და ვიოლინოს განყოფილებაზე ვიყავიო. და მე არ ვიცი ახლა რა სიმღერებს ქაბატონი ნაზიო, იმიტომ რომ ეს მე დავწერო 16-17 წლის ასაკში. კონცერტზე გამოვიდა და ყველა ამბავს. მე როდესაც შევასრულე ეს სიმღერა და მე როდესაც მიუტანე ჩემს კონცერტმაისტერს, ის მეუბნება ნაზი, ეს ვაჟა აზარაშვილის ხელზე არ არის. ეს მისი ჰარმონიას მე ამაში ვერ ვხედავ და
მე როდესაც უკვე წამოდგა და თქვა რომ მე არ ვიცი ახლა რა სიმღერებს თავადონაზე, მაგრამ მე ეს დავწერე 17 წლის ასაკში. როდესაც დავასრულე წამოდგა, ღირსეული პიროვნება ბრძანდებოდა ბატონი ვაჟა განასწორს მისი სული ღმერთმა და ასეთი შეფასება თქვა მან ახლა კენტრაბა ხო საუბარი დაიწყეთ და ამიტომ თქვი მე ეს ვახსენე ეს მომენტი რომ მე ეხლა ისე დავწერდი ამ რომანს როგორც თქვენ იმღერეთო და თქვენ ეს ჟანრი იცით კარგად და რამოდენმე და მართალი გითხრათ ისე გავეხარდა შეკება ბატონო გელა სამწუხაროდ ჩვენი დრო გამოიწვია და მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ოქროსტუტები გაიმეტეთ და მომბრძანდით და ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ, კარგად გამყოფოთ და მომავალ შეხვედრამდე და ავგეგმოთ კვლავ შეხვედრა და მინდა რომ გავაკეთოთ მელიტონ ბალანჩევაძე. მელიტონ ბალანჩევაძე. აი მივყვეთ ახლა მელიტონ. ვინ იყო ოქროს ხარის ჩვენ ზაქარია პაგეშვილი გავაკეთეთ გადაცემა. კი. ხო, აი ოქროს თაობა ვინ იყო ახლა? კი. მალზე აუცილებლად ესე უნდა რა თქმა უნდა. მელიტონ ბალანჩევაძე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ნიკო სულხანიშვილიდან. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რა ქვია კოტე ბალჩარაშვილი. აუცილებლად შესანიშნავი კი როგორ არა ვიცი ია კარგალეთებზე დიდ მადლობას გეუბნებით კვლავ და ჯანმრთელად ბრძანდებოდეთ და დამემშვიდობებით ჩემს ძვირფას მაყურებს ვეთქვი მადლობას მოსმენისათვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ